ციხეში მე ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი, ისე არ გავჭირებულ ვარ და ციხეშიც ტყუილა რო ვიყავი ეს შენც ისი და ძალიან ბევრმა თქვა. მაგრამ ამის დროც მოვა მე. ტყუილად არ ყოფილხარ ბატონო, მუზეუმის შექმნით. გაირკვევა. მაგრამ რა მასწავლა ციხე? რაც მთავარია ციხემის მასწავლა. ციხე მასწავლა მოთმინება. თორე მე ისეთი დედის გაზრდილი ვარ. ნამდვილად. მანამდეც ჭკვიანი ვიყავი. დღესაც ჭკვიანი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ჭკვიანი ვიქნები. რატომ იცი? მე აი ამ ქალს, რომელსაც დედა ქვია, არ შევარცხე. ჯერ მე არ მახსოვს, რომ ჩემთვის დედაზე ვინმეს შეეგინებიოს. დედა ჩემის ერთ-ერთი ის იყო პატარა ფურცელზე დაწერილი დამხვდა ხო, მე რო წავიკითხე ნახე რომ და იქ რაღაცები ისეთი რამე ეწერა, არ მინდა მაგას რომ დაუბრუნდე. თავარი დედა თქვენი მარტო ამის გამო იამაყებდა იქიდან ნამდვილად. ეს რომ ნახეს ციხეში ხელმძღვანელობამ, აი ცრემლები მოდიოდათ, იმიტომ რომ ისინი ადამიანები არიან, ხო? და ყველანაირად პატრიქსემენ ციხე არ არის ახლა ის რომ ჩაკეტილი იყო და რაღაცა თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ყველანაირად საშუალება გეძლევა რომ ყველაფერი გააკეთო. კიდევ ერთჯერ ვაჩვენოთ, არის ახლოდან ეს არის ჩვეულებრივი პატიმრების გაკეთებული. კიდევ შეხედეთ, ეს არის ყველაფერი ჩვეულებრივი პატიმრების გაკეთებული, მაგრამ ყველა ნივთს აქვს გებენ. ვინაიდან ეს ჩემს ოჯახს ისტორიას დარჩება, როგორც ისტორიას დარჩება, რომ დედის ქუჩას შევარ. კიდევ ეს ერთჯერ ვანახოთ. აი ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, კიდევ ერთჯერ გადავავლოთ თვალი. ეს კიდევ ერთჯერ ვაჩვენოთ. აი ეს ძალიან დიდი შრომის შედეგია. თქვენ წარმოიდგინეთ მარტო ეს ასოები. წარმოიდგინე მარტო ეს ასოები ამოჭრათ, მოიწიეთ აქეთ. მარტო ეს ერთი დღე კი არა, ერთი კვირა უნდა. კეთი, ერთი კვირა უნდა რომ ეს ერთი ასო ამოჭრა მარტო წარმოიდგინე შენ. და ეს ზაფები, ეს ჩემი იმით არის რა, როგორ გაგვიკეთებია. ახლა კიდევ ერთჯერ აქეთ მოუბრუნდეთ ლეგენდარულ ნარდს. აი უყურე. შავებმა იციან, ციხე მისის, ციხეში ნამყოფმა ადამიანმა იცის ამის ფასი. ეს არის შეუფასებელი და ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება. ეს არ არის